ნათელია, იქიდან გამომდინარე, რაც თქვენ წაიკითხეთ, ანუ მისი ციტატები კონკრეტული, რომ ფაშინიანს აქვს ძალიან მკაფიო გზავნილი. საქართველოს ევროინტეგრაცია სომხეთისთვის პრიორიტეტია და საქართველო უყურებს ამ კონტექსტში, მაგრამ აი ზუსტად, როდესაც ვკითხულობთ მის ციტატებს, ეჭვი აქვს გარკვეული, რომ შეუძლია ამ როლის შესრულება საქართველოს. რა თქმა უნდა, სომხეთს ძალიან სურს, იმედი აქვს, რომ ამ კუთხით იქნება შეთანხმება. ეს აშკარად არის სწორედ გზავნილი ქართული ოცნების მიმართ, რომ შეწუხებულია სომხეთი იმ ანტიევროპული კონკრეტულად პოლიტიკით, რომელიც იწარმოება ქართული ოცნების მიერ, განსაკუთრებით იმ რომ სომხეთმა ევროპული ინტეგრაცია დაიწყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, რომელიც მეტწილად ასევე სომხეთის კონტექსტში პრემიერი ფაშინიანის პირადი ლობირებით და ჩართულობით იყო მაკრონთან და სხვებთან ყოველთვის ამბობდა, რომ საქართველო და შემდეგი ჩვენ ვიქნებით და ამის შემდეგ მიიღეს კანონი ევროპული ინტეგრაციაზე, ყველაფერი მზად არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვისაც, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მე-15 სხდომა ეკონომიკური კომისიების იმართება წარმოუდგენელ ვითარებაში, როდესაც 2 კვირა საზღვარზე დგას საქართველოს მიერ შეზღუდული წვირთები, გაურკვეველი მიზეზებიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი ქრივიშვილი იყო ერევანში ვიზიტით და იქ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა მერე მედიას ადგილობრივ უთხრა, რომ კითხვები დავუსვიეს, ანუ რა ხდება და პასუხი ვერ გამცა, ანუ არ ვიციო, გავარკვევ და შეგატყობინებ, იმედი მაქვს, რომ ეხლა მაინც გარკვეული პასუხები არის, თუმცა ფაშინიანმა იქ ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, პირველად გამოჩნდა ეს ტერმინოლოგია, თქვა, რომ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას რომ ხარს უჭერთ, იქვე დაამატა პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა იყო, ამაზეა ჩემი შემდეგი შეკითხვა ზუსტად, რას გულისხმობს ის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ის ამ ფრაზით ხაზს უსვამს, რომ დღეს რეჟიმი აქ არ არის დამოუკიდებელი რუსეთის გავლენისგან. ეგრე გამოდის, იმიტომ რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობა ვისგან ქართული ოცნება თავს იწონის ყოველთვის, რომ დამოუკიდებელი და სუვერენულები არიან და აგერ სომხეთი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა და როდესაც ევროკავშირში ინტეგრაცია წყდება საქართველოს, მაშინ როდესაც სომხეთი იწყებს, როდესაც სომხეთი ამბობს, რომ ერთად ისტორიული შანსი გვაქვს ახლა, რომ ეს ევროპული ინტეგრაცია წინ წავიდეს და ამავდროულად, როდესაც სომხეთის მიმართულებით არამხოლოდ ევროპული ინტეგრაციას აჩერებს საქართველო, არამედ კონკრეტულად ერთია, რომ შეზღუდვები არის სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე, სრულიად უკანონო, რატომ საგარეო სამინისტროს აქვს განცხადება, ჩვენსაც პირველი პარტია რო გაატარა და უფლება არ გვაქვს, რომ არ გავატაროთ სანქციები, არ არის სომხეთზე ფრანგულ შეიარაღებაზე არის საუბარი და იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გვესარგებლა ამით და აქეთ ჩვენც მიგვეღო ფრანგული შეიარაღება, გახსოვთ, რომ საერო თავდაცვის მიმართულებით კონტრაქტი იყო და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ალასანიას მტკიცებით გაუქმებულია ქართული ოცნების ინიციატივით, ამის ნაცვლად სომხეთსაც ხელს უშლის, მოკლედ ევროპასთან სამხედრო კონტაქტების ჩამოყალიბებაში, რაც ჩვენც გვაწყობს, იმიტომ რომ რაც უფრო პროდასავლური იქნება სომხეთი, მით უკეთესი ჩვენთვის, მაგრამ მეორე მხრივ ეკონომიკური შეზღუდვები დავიწყეთ. ერთი წელია შარშან გაზაფხულიდან დაწყებულია არაფორმალური ბლოკადა პრაქტიკულად ხელი შეშლა, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში კიდევ უფრო სასტიკ ფაზაში შევიდა. დაგვიზუსტეთ კონკრეტულად რას გულისხმობთ? მანამდე შეზღუდვები უკავშირდებოდა, ესე იგი, კონიაკს, ყვავილებს, თევზეულს, თხევადგას და ასე შემდეგ. კლასიკურად გამოყენებულია მაგალითი, გახსოვთ საქართველოს მიმართ რუსეთს რა შეზღუდვები ჰქონდა, ხო? ბორჯომში და იქ ღვინოში რო რაღაცას აღმოაჩენენ და ახლობით მაგ სტილის ქმედება არის. ბოლო 2 კვირა რეალურად წვირთები არის გაჩერებული, ამ შემთხვევაში მიზეზის გარეშე საერთოდ და ეუბნებიან, რომ უნდა დაელოდოთ, ფინანსური პოლიცია ამას გაარკვევს. სომხეთში ამას პრორუსული ოპოზიცია იყენებს, აცხადებს, რომ ეს არის, ესე იგი, კონკრეტულად ნიკოლ ფაშინიანის ბრალი, რადგანაც პროევროპულად არის განწყობილი და აგერ საქართველოს ხელისუფლება ასე აღარ არის, რუსეთთან ურთიერთობა. პირდაპირ ტექსტებით ასეა? დიახ, ძალიან. და იქ პრორუსული ოპოზიცია ასევე მას ბრალსდებს, რომ ევრონესტის სხდომა რომ იყო ერევანში გასაუბრებად რამდენიმე თვის წინ, იქ სომხეთმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა, ოღონდ რეზოლუცია სომხეთზე მოიცავდა ძალიან სერიოზულ გზავნილებს, მხარდამჭერდა ასე შემდეგ და რადგან იქ საქართველოზე იყო საუბარი, რომ ქართული ოცნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ამ რეზოლუციას სომხეთმა მხარი
დაუჭირა პრორუსული ოპოზიცია უბნება რომ ამის გამო არის რომ საქართველოს ბლოკავს ამას. ანუ ოპოზიცია ერთი მხრივ აღიარებს რომ საქართველოს მიზანმიმართულად პოლიტიკური გზავნილით აკეთებს ამას, მაგრამ მეორე მხრივ ხლა სომხეთს რანაირად არ უნდა დაეჭირა მხარი რეზოლუციისთვის, სადაც მისადმი იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები და იქ ბევრ სხვა ქვეყანაზე იყო. თან კიდევ ველოდებით სომხეთში ევროპელი ლიდერების ვიზიტს ახლა მაკრონის ჩადის მარტშია ეს შეხვედრა. მაისში არის კი ბატონო გაზაფხულზე პოლიტიკური სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი სამიტია და ის ჩატარდება სომხეთში. ანუ ფაშინიანი ჩამოვიდა მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ვნახეთ ერთობლივი ასე ვთქვათ სუფრა რომელიც გვაჩვენეს, ასევე ვნახეთ როგორ უკრავს მისი ბენდით ასე ვთქვათ ბატონი ფაშინიანი საქართველოში კახეთიდან გულებს უგზავნის საქართველოს მოქალაქეებს. ამ ყველაფრის ფონზე მას აქვს ძალიან კონკრეტული გზავნილი საჯარო და არადახურულ კარს მიღმა და ეს მისი არჩევანი იყო, როცა მან საჯარო ერთობლივ პრესკონფერენციაზე მოყვა ამის შესახებ და ღია თქვა, რომ ეხლა არის რეგიონში შესაძლებლობა, რომ არსებული გამოწვევები, რაც უკავშირდება წლობით ამ რეგიონის პრობლემას, ეს მოვაგვაროთ ახლა. ოღონდ ამის მოგვარება შესაძლებელია თუ საქართველოს იქნება დასავლური ევროპული კურსის ნაწილი და თუ ის გაატარებს დამოუკიდებელ პოლიტიკას რუსეთისგან. ეს არის ფაშინიანის სათქმელი თბილისში? რა თქმა უნდა, ნამდვილად და პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ დარწმუნებული ვარ საჯაროდ, იმიტომ თქვა უკვე, რა თქმა უნდა, დიპლომატიურად, იმიტომ რომ ვერ მიაღწია შედეგებს დახურულ შეხვედრებზე. ნამდვილად, იმიტომ რომ ბევრი წელია პრაქტიკულად უკვე და თვეები არის, სომხეთი ცდილობს საქართველოსთან ერთად რაიმე გარღვევას მიაღწიოს. რაც უფრო სომხეთი პროდასავლურ ნაბიჯებს დგამს, მით უფრო საქართველოს არა მხოლოდ ანტიდასავლურს დგამს, ანტისომხურსაც დგამს. ნუ ცალკე კიდე ანტიაზერბაიჯანულს იცით რომ იქაც იყო მთელი სკანდალი აზერბაიჯანის მიმართაც რა შეზღუდვები არის მათ შორის ტვირთებზე და ასევე ბენზინის მიწოდებაზეც რომ იყო მთელი ამბავი და ეხლა მოგვარდა, მაგრამ რის ფონზე, როდესაც მუხარები გაიჟღერა ღიად აზერბაიჯანიდან და სომხეთიდანაც უკმაყოფილება, მოდით ასე ვთქვათ. შესაბამისად, ნათელი არის რომ დღეს სომხეთში აღიქმება საქართველოს როგორც რუსეთის ხელში ინსტრუმენტი, ანუ პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხარისხთან არის პრობლემა. და ამიტომ გვისურვებთ რომ პოლიტიკურად დამოუკიდებლები გავხდეთ, იმიტომ რომ სომხეთში ხლა რუსეთთან ურთიერთობებზე რომ ვისაუბრეო, ხო ამბობს ფაშინიანი. ბოლოს 3-4 დღის განმავლობაში დასრულდა პროცესი რუსი მესაზღვრეების გაყვანის ყველა საზღვრიდან. მორჩა, ანუ სომხეთმა აღადგინა სრული სუვერენიტეტი, კონტროლი ყველა საზღვარზე. ამის ფონზე, ევროინტეგრაციის ფონზე, ამერიკასთან პარტნიორობის გაღრმავების ფონზე საქართველოში არა მხოლოდ არის ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკა, არამედ ასევე ანტიფაშინიანის რიტორიკაც გაჩნდა იმედის და პოსტების შემთხვევაში. პროდასავლელი ლიდერი ამ შემთხვევაში პირველად რომელიც დაუპირისპირდა რუსულ გავლენებს ღიად, მიუხედავად იმისა, რომ ეს არაკეთებს კონფრონტაციული ფორმით და მოსკოვშიც ვნახეთ მისი ვიზიტები, ხო? მიუხედავად ამისა, მისი კურსი არის ძალიან თანმიმდევრული, პროდასავლური და ის ხედავს, რომ განვითარება ამ რეგიონის და მისი ქვეყნის არის დასავლეთთან ერთად, თორე რაც არის რუსეთთან ერთად ომი, არეულობა, კონფლიქტი, სიღარიბე, ეს ყველაფერი სომხეთმა ყველაზე უკეთ გამოსცადა რეგიონში წლობით დამოკიდებული როცა იყო რუსეთზე. არ ვიცი ივანიშვილს დღეს რამდენად მოწონს ფაშინიანის პოლიტიკა, გვახსოვს ის პრემიერის რანგში პირველად სომხეთში ჩავიდა და თქვა, აი ეს პოლიტიკაო და ბალანსების ორის მიღწევა ჩემ ქვეყანაში მინდაო და დღეს სად აღმოჩნდა ივანიშვილი ამ თავისი ვითომ დაბალანსების პოლიტიკით, როცა ასეთი ცხადია რეგიონში მართლაც შესაძლებლობა. დღეს ჩვენ აღმოჩნდით რეალურად ერთადერთი ქვეყანა, რომელიც შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის არ მქონე არის აქტიური. სომხეთი და აზერბაიჯანი ორივეს აქტიური დოკუმენტი გააჩნიათ. ორივე ძალიან სერიოზული შედეგები აქვთ, ლოგისტიკური კავშირები, ინფრასტრუქტურული ინვესტიციები, ხელოვნური ინტელექტი. ამ ყველაფრის მიღმა დავრჩით. ევროკავშირთან თანამშრომლობის მიღმაც ვართ პრაქტიკულად. მთელი აქცენტი ახლა ევროკავშირის მიერ კეთდება სწორედ სომხეთზე და აქ საქართველოს ფაშინიანს ესეც ძალიან არ მოსწონს, რომ ანუ სომხეთი მარტო აღმოჩნდა, როდესაც სომხეთს ჰქონდა იმედი, რომ მათ შორის კულტურული, ისტორიული კავშირები
ადგილებიდან გამომდინარე ჩვენი ტანდემი არის ყველაზე ლოგიკური ამ რეგიონში. სადაც ევროკავშირის გაფართოება რეგიონულად ხდება და ეს ცალკე სომხეთს მისწვდეს ახლო მომავალში ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ საქართველოსთან ერთად ეს გაცილებით მარტივად და მალე პროცესია, თუ აქ იქნება საქართველოს მოქალაქეების სურვილების გამომხატველი ხელისუფლება. ანუ ფაშინიანი რეგიონიდან მომლაპარაკებელი ერთგვარი ასე შეგვიძლია ჩვენ წარმოვიდგინოთ დღეს ეს პროცესის არის დასავლეთის გზავნილი თუ ეს პირადად ფაშინიანის გზავნილია როგორ გონიათ? მე დარწმუნებული ვარ რომ ერთობლივი ხედვა არის, მაგრამ დღეს რეგიონში დასავლეთის მოკავშირე ცხადია პირველ რიგში ფაშინიანი არის დემოკრატიის ასეთი აკვანი გახდა სომხეთი ამ მომენტისთვის, ამიტომ ცდილობს რომ საქართველოს აიყოლიოს ქართული ოცნების პირობებში, რა თქმა უნდა, გარკვეული ლოგიკური ნაბიჯების მიმართულებით. თუმცა პრობლემა იმაში არის, რომ თვითონაც ხდება ძალიან კარგად, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ეს პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. ამიტომ საუბრობს პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხარისხზე, იმიტომ რომ ერთი მხრივ აქ ხედავს რა ვითარება არის და მეორე მხრივ სომხეთში პრორუსული ოპოზიცია დღეს ცდილობს ივანიშვილი ორი გეგმის განხორციელებას რუსი ოლიგარქი სამველ კარაპეტენის მეშვეობით და ეხლა იქ ცხადია ხელისუფლება თავს იკავებს, მაგრამ საკმაოდ ბევრი ჟურნალისტი მათ შორის და ამ შემდეგ კონკრეტულად ამბობს რომ ეს ივანიშვილი ორი სცენარია და რუსეთს უნდა საქართველოს მაგალითი გაიმეოროს სომხეთში. ასე რომ ფაშინიანს ძალიან კარგად ესმის საქართველოს რა ვითარებაშია, მაგრამ ეს არის გარკვეული შემოთავაზება, იცით, ქართული საზოგადოების მიმართ, რომ მოდით ერთად წავიდეთ დასავლეთში, ერთად უფრო სწრაფად, უფრო უსაფრთხოდ, უფრო ეფექტურად შევძლებთ ამ ყველაფერს, მაგრამ სუვერენიტეტი, პრაქტიკულად გვითხრა, რომ სუვერენიტეტი არ არის რუსეთთან კავშირი, იმიტომ რომ სომხეთს ეს გამოცდილება გააჩნია. იციან რას ნიშნავს რუსეთთან კავშირი, რომ რუსეთთან ერთად ერთ ბანაკში, იდეოლოგიურ ბანაკში ყოფნის პირობებში შენ სუვერენიტეტი ვერ გექნება. სომხეთში სუვერენიტეტის აღდგენა ხდება რუსეთისგან დამოუკიდებლობის ფონზე და დღეს საქართველოში ევროპას ებრძვიან ისე ოცნება, ხო, ისე ქმნიან ვითომ სუვერენიტეტს. კი ბატონო, ეს რეალობაა.